ბატონო ზვიად, აუცილებლად დაკითხოთ ტიფლისზე. სადაც ძალიან ცუდი როლი ჰქონდა, ცუდი კაცი იყავი. კი ბატონო, არა, მე კაი არ მითამაშედი რაფერი. ძალიან ცუდი კაცი იყავით, პირდაპირ ვთქვათ ყველა შელამაზების გარშე. თქვენ შვილებს რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს როლზე? არ იყო სხვათა შორის, ჩემი შვილები არ იყვნენ მაგასაკის მაგ დროისთვის, ეგ 14-15-ში გამოვიდა. შესაბამისად 10 წლის წინ ჩემი შვილები არ მერე რო ნახეს უკვე მერე სხვა რაღაცების ჰქონდა გაკეთებული აქედან გამომდინარე, მაშინ უბრალოდ მამა თამაშობს, ეგ მომენტი ჰქონდათ. მამაში მსახიობი, ხო, აი ტიფლისში თამაშობს იმაში და არ ჰქონდათ სხვათა შორის, იგივეს მეუბნებიან, რასაც შენ მეუბნები. რასაც თქვენ მეუბნებით, რომ ცუდი როლი, მე თვითონაც ვიცი ცუდი როლი მქონდა, კარგს ვინ რას მოგცემდა, მაგრამ ისე ვამბობ, ხო, იყო რაღაცა მომენტი, რომ ყოველ შემთხვევაში აი ნახეთ მიუხედავად მაგ რთული და ცუდი როლისა, ნეგატივი არ წამოსულა მაყურებლისგან. აი ეგ ალბათ არის იღბალი. აი რასაც მსახიობებთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი. ნეგატივი არ წამოსულა, თუმცა უთქვამს ძალიან ბევრს. აი მარჯანიშვილის მეტროსთან ქალმა დამწყევლა ოფიციალურად გამაჩერა ქუჩა შედ ბოდიში თქვენს მაყურებელთან და მსმენელთან შენ მათხოვა რომ შენ დამპალო შენ ჩაგდე მიწაში და მათრია 15 წუთი მათრია და ვერ მივხვდი რატო მწყევლიდა და მკრულავდა და ხალხი შემოესია შემოერტყა უკვე და შუაში დგავარ და ეს ქალი მწყევლის ერთმა გაახაროს ღმერთმა ახალგაზრდა ბიჭი იყო სერიალზე გაუნება ლუკას რა უქენი თუ და ლუკას ვინ არის ლუკა კაცო მეთქი დიშვილი მყავს ყური ხო არა უწია ეს ქალი საიდან მეცნობა ვერ მოვედი აზრზე ოღონ მე გეშლებით მეთქი რომ არა ჟენაღარ რა ჟენაღარ მეშლებიო ო და კიდე იქეთ ის დამიწყო ო მეშლები კი არა ისო ეს დამპალო ჟენღნახე მიწაში რატო მეთქი რა გინდა და სერიალიდან გეუნება და აი მე მეთქი ქალბატონო მივედი ბოდიში მეთქი ვაკოცე გაიწი იქეთო მეთხრა მეც რამე არ მავნო იქეთო ხო მეთქი ქალბატონო თქვენ ჰოტელო არ ნახოთ მე თქვენ დეზდემონას რომ დააღჭოთ თქვენ მოკლავთ მე იმას ეგ მომენტი იყო და ნახე ცუდი როლის სათამაშოდ ხო განწირული ხარ კაცი რომ უნდა გაგინონ სუფრასთან მოსულა დიდ სუფრასთან ვიღაცა ნორმალური და დასრული ადამიანი და მეზიზღებოდიო მითხრა რას ლაპარაკობ რატო მეთქი რა დაგიშავა ფილმიდან მე ხო აღარ გახსოვს ახლა სულ სულ ყოველთვის ხო არ გამომეთ ტიფლისში თამაშობ და ეს ისე კომპლიმენტიც არ არის ბატონო ერთგვარად რომ არა შესრულებული როლიდან გამომდინარე ესე იგი ვიღაცის მეხსიერებაში შენ თუ შენი სახე ძალიან ხშირად უთქვამთ პოლიტიკოსებსაც უთქვამთ მეზიზღებიო მე ჯანდაბას პოლიტიკოსებს მე ჯანდაბას მეთქი კაცო მე ჯანდაბას ერთი კაცი გესწრებო დანარჩენი უჩეკეთესება ბევრი უთქვამს მეო შენო სულ მეზიზღებოდიო შენო რას მელაპარაკე რატო რა დაგიშავე მეთქი არა ფილმიდანო ნუღა უყურე მე ხო გადაგწყენს მეთქი ეგ მომენტი ყოფილა რა ხო არა მართლა კომპლიმენტი ანუ იმდენად კარგად ასრულებ ესე იგი რაღაცა დატოვე შენ იმაში ისეთი რომ იმ დროს და ის ვეღარ გადაყლაპა მიხვდი ესე იგი სწორად არის რაღაცა მომენტები გაკეთებული ზუსტად არის გაკეთებული ზუსტად არის ესე იგი რაღაცა მიღწეული ფიქრით პოზიციით შენი მიდგომით იმ როლის მიმართ რომ იმისთვის დარჩი რომელი როცა ქვეყანაში ინგლისში მოხდა თუ არ ვცდები ოფიცერმა რო ესროლა სცენაზე მსახიობს ამოიღო ოფიცერმა და ესროლა და რო გააცნობიერა რა გააკეთა მერე თავი მოიკლა და დაგრძელეს ერთად საუკეთესო მსახიობი საუკეთესო მაყურებელი ეგ არ ვიცი ხო მართლა მოხდა თუ ლეგენდა არის მაგრამ საინტერესო ამბავით და საინტერესო იმდენად ამაზრზენი იყო და იმდენად ის იყო კარგად თამაშობდა რომ ამ ოფიცრები იყვნენ და ამოიღო იარაღი დაბელური რაც ჰქონდა და სცენაზევე მოკლა და რომ გააცნობიერა რომ რა გააკეთა მერე თავი მოიკლა ესე იგი იმდენად მაგარი არტისტი იყო იმას კაი რო ეთამაშა ხო ვაკოცებდა და ჩაიხუტებოდა ხო აი მაგაშია საქმე ეგ არის იღბალი უკვე მოკლავენ თუ ჩაგახუტებია ეგ რეჟისორზე დამოკიდებული ეგ თემა არის ვახ ერთი რასაც ვაღიარებ ხა თუ არ განიბრაზდებით აი წეღარო ვახსენე მიმძიმს ამაზე საუბარი რომელიც სარდაფში არის ხოლმე და დაყვებია იქ მქონდა ოღონდ ეგ სპექტაკლის სახელია განმარტეთ ორი მიმძიმს ამაზე საუბარი მიმძიმს ამაზე საუბარი არის სოსონებსაძის იქ მქონდა რუსთავის თეატრის სპექტაკლი მსახიობს მინდოდა რომ დამერტყა ის
ძალიან მძიმე რაღაცა. პირველად თქონდა მე მგონი ადამიანის და ვიცი რაღაც სუდის გაკეთების ეგეთი გაუუყებელი სურვილი. კი, არა, ძალიან ისეთი მძაფრი შეგრძნებებით არის.